როდესაც სისტემას ეგუები, შენ შეგდება რაღაც. ჯერ ხმა, მერე სურვილი, ბოლოს კი ფიქრი. თავიდან ყველაფერი ასე იწყება. უბრალოდ დუმდები. სისტემაც მხოლოდ ამ ერთ რაღაცას ელოდება. სიჩუმეს. სიჩუმეში ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. ეჩვევა უსამართლობას, ეჩვევა სიღარიბეს, ეჩვევა იმას, რომ ასეა და მორჩა. ეჩვევა იმ დაპირებებს, რომლებიც არასდროს სრულდება. სისტემას ყოველთვის აქვს ეს სტრატეგია. შეეგუე, ცოტა მოითმინე და მერე უკეთ იქნება. მაგრამ ეს მერე არასდროს დგება. ეს მერე სისტემის ყველაზე წარმატებული ტყუილია. როდესაც სისტემას ეგუები, შენ აღარ ებრძვი არაფერს. არ ებრძვი უსამართლობას, არ ებრძვი იმ წესებს, რომელიც შენ წინააღმდეგ არის მომართული. და თავისთავად ჩნდება ის ფიქრი, რომ ეს ნორმალურია. თავისთავად ჩნდება ის ფიქრი, თუ ხვალ რა უნდა ჭამო. და იქ სადაც შენი გაბრაზება უნდა იყოს, ჩნდება შიში. სადაც შენი ხმა უნდა ისმოდეს, ჩნდება დუმილი. და სადაც შენი სისტემის წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, იქ იწყებს სისტემის გამართლებას. სახელმწიფო ძლიერია არა იმიტომ, რომ მართლა ძლიერია. სახელმწიფო იმიტომ არის ძლიერი, რომ შენ ჩუმად ხარ. როდესაც სისტემას ეგუები, შენ აღარ ცხოვრობ, შენ უბრალოდ არსებობ. სისტემა გიწყვეტს იმას, თუ რა უნდა ჭამო, ხვალ რა უნდა გააკეთო, რას უნდა უყურო. და ჩვენ ამას სტაბილურობას ვეძახით. მაგრამ სტაბილურობა არ არის ის, როდესაც რაღაცას ეგუები. სტაბილურობა არის ის, როდესაც გააქვს ძალა შეცვალო რაღაც. მაგრამ ყველაფერი ისრება მაშინ, როდესაც დასვამ ერთ მარტივ კითხვას. რატომ? სისტემა მიცის, რომ აღარ შეუძლია კონტროლი ისე როგორც ადრე. სისტემა მიცის, რომ არ შეუძლია დაშინება ისე როგორც ადრე. სისტემა ვეღარ თამაშობს ძველი წესებით. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც დასვამ ერთ მარტივ კითხვას. ერთ გარდამტეხ კითხვას. რატომ ცხოვრობთ ასე? ჯერმალ ქაჩხარის იგი რომ გავიხსენოთ, იგი დატოვა ზუ. აი ეს ხდება ქვეყანაშიც. ერთი გამაღვიძებული ადამიანი 10 აღვიძებს. 10 100 1000 კი ქვეყანას. როდესაც ადამიანი კითხვას სვამს, ის აღარ ეგუება და ადამიანი რომელიც აღარ ეგუება, ის ახდენს ცვლილებებს. არ შეეგუო სისტემას, რომელიც შენ ცხოვრებაში თანდგავს. არ კონდეს შიში იმათი, ვინც შენს მომავალს ებრძვის და გახსოვდეს. ქვეყანა იცვლება მაშინ, როდესაც ამ კითხვას რატომ და ამ კითხვიდან იწყება ყველაფერი.